საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. თუ წინა და მოგიხარშავდი ამ კვერცხს, ბავშვებს რო არ შეუჭა. მაგა ისეთ დროსიც იყო მე, ეთების კითხვა რომ ნახევრად მეძინა და ვერ გავაკეთე. ისე ხმისთან მთელი დღე დედაშენი. აქტიურად დილით ვიძინებ. დედაშენი. რითვერ მომინახე ბიჭო. მახარშული კვერცხი ხომ არის სიამოვნებად ხო? არ მინდა ბატონო, მადლობთ თქვენ მიირთვით. მე მეჩქარება გავდივარ. საცხობში ვითხარ? არა, თეატრში დამპატიჟა სიძემ და იქ მაგვიანდება. ზოგს როგორ უმართლებს, არაჩვეულებრივი სიძე გქონიათ ხალოდნო. როგორ არა, მთელი დღე ამ ხელა პირი გაქვს დაბჩენილი, ელოდებით ცოლი რა ჩაგიდებს პირში. მაშინ ერთ კვერცხს კიდე ავიღებ. აი, მიდი და სოსის მოუხარშავს ამ დროს. აბა, სოსისი მინდა რა მინდა კვერცხი. საჭმელსაც რო არ ჩევს თან. არა, არ შემიძლია მე ამის ყურება, იქით დავლებ ხამას. არა, ბრძანდებოდი ხალოდნო, მაგრამ მე გავალ. ოღონდ ჯერ საუზმეს დაველოდები. მე შევიდან ოთახში, წამოვწევ და ისე შევჭა. ამასაც მოვესწარი რა. რაკენი? გინდა რა ჩამაბარო? არა, მინდა, მაგრამ ეს ჟანდაბა სიტყვები ვერ დავიმახსოვრე. შენ სიტყვები მოყევი? არა, ზუსტად ისე უნდა მოყვა, როგორც წერია. ეგრე ბრძანა იმან, დათის დედამ. მინდიო. იავარქმნილი. გაჩანაგებული, გაველანებული. ოდენშთენილი. მარტოსული. ქანც გაწყვეტილი. აი ეგ მე ვარ, ბები. დაღლილი და გამოფიტული. არა, ბებო, ეს ქართულ მიწაზეა, შენზე კი არა. მე მეც ეგრე არა ვარ, ძველი და დაღლილი. რა არის კიდე რა სიტყვებია? ვარს ვკითხულობა, ირანელი ქალი აი მახინჯ და შტერი. აბა ეხა, რა ლაპარაკია ეგ? აი სად ისწავლა ამ ბავშვმა ქალების ესე ლანცვა? ჩემგან რა? არა, ქალბატონო მანანა, მე ყველაფერს გულში ვიკლავ. კაი, დედა, სამსახურამდე ტასო უნდა ვნახო და გინდა დაგტოვო საცხობში. დედა, მინდა როგორ არ მინდა? კაი, წამოდი. შენ გეხოცები მე გავგეწერა თორე დაგაკვიანდებათ. მაშინ ყველაფერი კარგად. ბავშვები საუზმის გარეშე არ წაიყვანოს რაცა. როგორ გიგადა? მომ მახსოვრო. შენ სიტყვები. კაცნახი გეხოცები რა. ვინც არ მეფხება, შემომხედე გეხოცები რა მე ტასო მესამე თუნახე თუ კიდე არც ტკიპა გაქვს და არც გაწითლებული. და რატო ამოიჩემეს ერთად რატო უნდა ქონდეს ტკიპა? იმიტომ რომ ჩემმა რომანტიკულმა რაინდმა აემნის ნაცვლად პიკნიკი მომიწყო მაგა. ანუ ვიცით ეგ, მაგრამ უამრავი ადამიანი დადის პიკნიკზე და იქიდან ტკიპით არ ბრუნდებიან. აი მე ჩემო ელენი განსხვავებას ვერ ხედავ. იმ ადამიანებს ბუნება უყვარ და დაწოწიალობენ აქ დღე-დღე. ჩემი კანი კიდე მარტო სპას არის მიჩვეო. აჰა, ესე იგი სპაში უნდა წაიყვანე. მე მგონი რაღაცა მეტისმეტია პირველი პაემნისთვის, არა? აი რატო სპა? რატო რა დაილია რესტორნები მაკა? თან ისეთი გამოპრანჭული ვიყავი, წესერით ვერც დავჯექი. მთელი საღამო ჩაწუწქულმა გავატარე და მოვსპე ჩემი სონია რაკელის კაბა. მოიცა ის კაბა გეცვა? ხო, ედენ ეხლა რას ვიფიქრებდი ქვალორში თუ ჩამსვამდა ესეთი კაცი. და ბუტერბროდებს მაჩვენდა კიდე. კაი, და ისე როგორი იყო? რა? პაემანი დასო. ნუ ეხლა ფეხსაც მომმა ფეხი მატკინა, ნახშირწყლებით გავსკდი და მთელი ტანი მეკავებოდა. ეხლა როგორი ყოფილა? ესე იგი ვემშვიდობებით გიორგის. ნუ ეხლა ტკიპა რა შემკროდა. დავემშვიდობებოდი ნახდათ რა. მაგრამ რადგან გადავრჩი და საღიაზრიც რა მიბრუნდა გოგოებო? ვფიქრობ რომ არ არის დასაკარგი ბიჭი. ეხლა მე რა რომ ბუნება უყვარს. უარესი ჩვევებიც გქონიათ ადამიანებს, მაგრამ გადაჩვეულან.
ხონუ ახლა ბუნების სიყვარულის მავნე ჩვევის ჩაკლას რა უნდა დასო. სამაგერად რამდენი პლუსი აქვს იცი? მე არ მჯერა. ბუნების მოყვარულს პლუსი აქვს. ოკი, აქვს. ისეთი სიმპათიურია, ისეთი თამამი. თან ძალიან კაი სამსახური აქვს და მეგონი იმსახურებს კიდევ ერთ ჩანს. ხანუ ეგეთებს პატიობენ. მე ხიფი მეფხანება, თიცოთი შეხედე. გიხოც არაფერი არა, კაი დამშვიდდი. არაფერი არა. მიდი ახლა შენ უცებ ყავა გამიკეთე. სამსახურში უნდა გავიქცე. შენც მიდი ხო? არა, თავისუფალი მაქვს მე. დილა. კაი. გეუბნები მე სანამ არ დაგხოცავს ეგ ხალი არ მოგოშვება იქამდე. ამ ხელა ფუსკზე სიარული როგორ უნდა აიძულო ადამიანს. არა, რაღაც ფილა იყო ამოვარდნილი და ხო და ფილები რო ამოვარდნილი, ტროტუარები რო არ ვარგა, ქალაქი რო ბეტონის ჯუნგლებს დაემსგავსა, იმის მაგივრად, რომ მაღაზიაზე ვიყიროდეთ არქიტექტორები, რას ვაკეთებთ? ფიქრობთ რა ჩავიცვათ დღეს და როგორ გამოვიყურებოდეთ. დრესკოდი. ეს ცალკე მახჩობს კიდე ეს. მეზობლები გადამერიგდნენ. ხალხი უკეთიაო და ფიქრობენ რომ დამოწინაურდეს. რა გიდეთ მე უფრო პატივით მოგექცევიან. აი ეს. ეგ ადრე. პატივისცემით ახლა თანამდებობის პირებს კი არა, ოჯახის წევრებს აღარ ეკცევიან ადამიანები. სადარბაზოსთან რიგი დამიკრებ. მართლა გთხოვენ რამეს? ზოგი ფულს გთხოვს, ზოგი შვილის სამსახურში მოწყობას. მე რო გაიგებენ ისევის გაღლეტილი კონსტრუქტორი ვარ, ხდებია სიცილით, გონიათ რა ტერმინებით მიგეთია ეს და მოდასავყევი. რატო? ძალიან გიხდებათ. ძალიან. საკუბოვეთ? კარგი და ბატონო, რა დროს რაღაცა ფიქრი და ლაპარაკი. დაიცი. მაქალის ხელში დიდი დღე არ მიწერია. ახსულა შემდგეს სამეთრე დავახჭობს აკეთებ რა. ან მე რას მერჩოდა? ან თავის ოჯახს, ან ჩემს სამსახურს. არ მგონია თქვენ სამსახურზე ეფიქრებ ბევრი. 20 წლის გოგო, ტვინს რო აგიდეს კაცი. 20 წლის გოგო რატო? სიყვარული. ბატონო არა. მაგის სიყვარულმა დამაქცია მე. ქონდა ჩემთვის წყნარი სამსახური ვიყავი, ჯერ ასეთ მინდოდა იმას ვიცვამდი, მინდოდა ყავას ვამდი და მინდოდა ემ ჩაის. ეხლა შეგიძლიათ იგივე. მე მაგალითად ყავას ვამ ჩვეულებრივად. ისე თქვი კაცმა მინდა, ყავა მინდა თქვენი არ ჩაი. ისედაც რაღაცე გული მაქვს უთხაბოდეს. რატო? ამ სერიოზულია? არ ვიცი, მივალ დღეს ექიმთან და გავიგე. ხო ვარსლა 4-ზე მინდა გასვლა ექიმთან. თუ მობძანდა ქალბატონი ვეთქვი მე თვითონ. თუ რა უთხარი რომ გასულია თქო. კი ბატონო. კაი. მადლობა. აი, ძრო. იჩემი შვილია. აი, ვისა შევალმე. კაი. ხო, რა ხდება? ნახა მასწავლებმა შენი თემა. კი. მერე? მერე მთლიანმა კლასს მე-6-ები მიიღო და ჩვენ 5-ები დაგვიწერა მინუსით. რა? ხო, და ჩვენ დაბარებული ხარ სკოლაში. შენ ზედათ იდეაზე თქვა, დიდ დაშვენებაზე მოვიდნენ. კაი, ასო რამდენი კრემსის მე გავგიჟდი უკვე. რა ვქნა ელენე, სულ მეჩვენება რომ ჭიანჭველები დამდიან. დინარე ჩუქჩუქებს, ჩიტები ჭიკჭიკებენ და ცუდად ხდები. გავუხიგე ხვეწები კრემიანი მაქვს ხელი რა. ეი, მოდი. ეიმი? შესასწრაფოში უნდა მუშაობდე. ხო მუშაობდი გათხოვებამდე ცოტა ხანი. ეკობი იქიდან გამოყვა ეს ოპერატიულობის ნიჭი. აი, მაპატიე. მეძინა. 8-ზე ნათია შენ? აი, მგოგოებო ხო. რაც გავთხოვდი პირველად მეძინა 9 საათამდე. არ იცით, შორენა რა მყავს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ეს გოგო. სახლი ხო დააკრიალა, ბავშვების სკოლაში გაუშვა, ჯარჯი საჭამა დააძინა, მათეს ეთამაშა. და კოდიკოს რა უქნა? ღმერთო აპატიე. ნათესავია გოგო. კაი, ვიხუმრე რა დაგემართა შენ კიდე. რა გჭირს შენ? არაფერი, გიორგი წაიყვანა პიკნიკზე. და ეგონა რომ იქ ტკიპები შეიყარა. ნუ არ მაპატიო ხა ერთი ნერვული შემოტევა, დიდი ამბავი. ვერ ვიტანამ ბუნებას და რა გავაკე. მიირტყი ხოლმე პირზე ხელი. ყველანი ბუნების შვილები ვართ. აბა ღმერთისო. აი მე სულ გადარია ამ ევროპებმა ხო? გადავირიე, რა მოგვიტანი? ვაშლის პეროგია. შორენამ გამოაცხო. აი მე გოგო კი არა, სასწაულია.
აი მე რა კარგად გამოიყურება. აუ მინდა. მინდა, აბა არ გინდა. დილით შეიძლება ნახშირწყლები გოგოება ჭამეთ. ой, მე საღამოსაც ვჭამე. მაგიტომ ამბობ ნატია, დილით შეიძლება თქვა. რა გემრიელია. ვენეში შტრუდელებს ჭამდით, გორო გითხარი ზუსტად იმის გემო აქვს. ძალიან კაია. ენახე რა. შეადარა ვიღაც ავსტრიელის მოთითხნილი შტრუდელი ქართულ პეროგს. აი ხო აღიერებ იმეჯობია ნამდვილად. ძალიან კარგია. ჭამე რა, რატო არ ჭამე? აი მე რადგან მშვიდობა გაქვს, უნდა წავიდე. შორენა მყავს და ყველაფერს ასწრებსო. მაგიტაც უნდა გავიქცე კოტიკოს მინდა რაღაცები ვუყიდო. ვაიმე შარლები ისეთ დღეში აქვს. დამდნარი რო ვაუთოვებთ იმ დღეს მეგონა რომ გაიხეოდა. სულ კოტიკოზე რო ფიქრობს. გოგო, ერთხელ შენზე მაინც იფიქრე, იყიდე შენთვის რამე, უნდა კაშნეს ნუ იყიდი. და მე რა ვქნა მეტი არაფერი მეტევა. მადლობა ნამსხვრისთვის. აუ, რა კარგია. სულ შევჭამ. ეს არის მრავალჭირნახული, ოდენშთენილი, საუკუნეების მანძილზე გმირების სისხლით მოწყული, ჩემი, შენი, ჩვენი ქართული მიწა. არა, მითხარით ყველამ ამასა. ამაზე კარგი რა უნდა დაწეროს მე-6 კლასელმა. არა, 10-10-საც აღარ ვითხოვ. ხო და ვუჩივლებ. სადღარიან თქვენაირი მასწავლებლები. არა, საერთოდ არ ვარ სუბიექტური. დღემდე მახსოვს თქვენი გაკვეთილები. კი, მეც სულ მინდა თქვენი ნახვა. აუცილებლად. კარგით. დილამშვიდობის. აი მე როგორ მშურშენი. ცა თავზე მემხობა. მიწა ფეხქვეშ მეელევა და შენ მეუბნები დილამშვიდობისაო. ნუ ესე ძალიანაც ნუ ნერვიულობ ხარ, რა მოხდა ერთ ნიშას ხო არ გადავყვებით არა? არა, ვიცოდი რა, თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ შენ ეს ყველაფერი არ გადარდებდა. არა, როგორ არ მადარდებს უბრალოდ რა გავაკეთო? რა კენდილას ჩაიბარე ბავშვის თემა, იცოდა ყველაფერი? იცოდა, გუში მთელი ხნა მეცადინეობდა, დღეს დილითაც გაიმეორა. მე ესე კი შენ ჭკუაზე შეცვალე რაღაცეები, თორე ეს ვერ გაბედავდა ამ თემაში ხუთიანის დაწერას თან მინუსით. მე კიდე იცი რას ვფიქრობ? ჩვენ ვარ ჩავრეულიყავით და ბავშვებისთვის მიგვეცა იმის საშუალება, რომ თვითონ დამოუკიდებლად დაეწერათ თემა. უფრო მაღალ ნიშანს მიიღებდნენ. ანუ ახლა მაგიშე? არა, რა შვეშია ეგ. უბრალოდ მაშინაც ესე ვფიქრობდი და ეხლაც ვამბობ. ბავშვებმა თვითონ უნდა დაწერონ თემა. ნუ ჩვენ ახლა დიდი შეგვეცვალა რაღაცა გრამატიკული შეცდომები შეგვესწორებინა. ანუ ჩემი ბრალია? არა, ჩემი ბრალიც არის. უბრალოდ არ შეიძლება მე-6 კლასელ ბავშვს სკოლაში აი ესეთი მაღალფარდოვანი სიტყვებით დაწერილი თემა გაატანა. აჰა, ანუ ვიცოდი რომ მე დამაბრალებ. მე გაბრალებ რამეს? ბავშვმა რომ დამირეკა, ვიფიქრე რომ იქნებ მე აღარ მახსოვს თემები როგორ იწერება და დაურეკე ჩემს ძველ რეპეტიტორს. თემა მთლიანად წაუკითხე სიტყვასიტყვით და გაგიჩნდა ქალი, 10-იანების თემაა. ეგ იმიტომ რომ ეგ არის რეპეტიტორი. საერთოდ მაგათ უყვართ ეგეთი მაღალფარდოვანი სიტყვები. ანუ გამოდის რომ ორი ფილოლოგი ვცდებით და ერთი არქიტექტორი მართალია? არაფერი არ გამოდის, უბრალოდ მე ვამბობ იმას, რომ მშობელმა არ უნდა დაწეროს შვილის თემა. მე სუფთა კომკავშირული აზროვნება გაქვს. ხლა გაიღვიძე და ასაძინებლად მოხვედი? მღვიძავს და უბრალოდ ისეთი დაღლილი ვარ, რომ სადაც მივწვევი ყველგან თვალები მეხუჭება. აი შენ კიდე ერთ უნივერსიტეტში ჩააბარე, 2 სამსახური დაიმატე და უკეთესად იქნები. მე დედას ვიცარ, ხანდახან თუ არ მეგონოს რომ უმუშავრობა საქართველოში შენ გამოა. ყველგან შენ მუშაობ. ადექი ხა გაიღვიძე, ჰე, ამარჩევინე რომ ფილმზე გაუშვა ის საწყლები. ვის საწყლები? აი რო კითხვა არ მეძინაო. 1 საათია გიყვები რომ ნათია და კოტიკო მინდა გაუშვა რამე ფილმზე. როგორც იქნა მოიცალა იმ საცოდაობა. აუ, დას რა გოგო ხარ? ხო, იცი ამ ბოლო დროს მივხვდი რომ საოცარი ადამიანი ვარ. მაგრამ ხანდახან დახმარება მჭირდება, ამიტომ გაიღვიძე. მოდი ახლა ამარჩევინე. კაი, რა გონია, მთელი თბილისის კინოაფიშაზე პირად ვიცი? მითხარი ფილმები, ანოტაციები წამიკითხე და აგარჩევინე. ეხლა მაგდენი თუ ვიწვალე, მეც ავარჩევ. მოდი რა. კაი რა, იცი რა ტკბილა თუ არ მიწოლილი. ყველაფერი ყოველთვის ჩემი გასაკეთებელი რატოა? ბრილიანტი ხარ. ვიცი. და ბრილიანტის ფილმზე გავუშვებ ახლა. მე თვითონ ავარჩევ ყოველთვის. ესე იგი, არის კომედია, რომელიც არ გვინდა, იმიტომ რომ ნათია თუ სიცილიად ეხა იქიდან აუცილებლად გამოარდებენ შუაკინოციასიდან და კოტიკო გაცილებული არავის არ უნახავს, შენ კარგად იცი შენ ხარ ჩემი ბატონი. დრამა არა კვახი, დეტექტივი არ გვინდა და
ეს ტრეილერი ვნახოთ. აუ, ელენე, გაუშვა ამაზე? კაიად. აუღო ხო? კარგი, მოდი ავიღოთ ეს. 2 ბილეთი საუკეთესო ადგილას. კანარიკში ხო არა აუღო? არა იყო შუაში. მოკიდა. ნათი, გალამაზი ხარ. მართლა? ულამაზესია. აუ შენ ხარ მიბრასდები რომ მოგწერე რომანე მოდი მეთქი. ასეთ ლამაზ ხალხს როგორ გაგიბრაზდე თორე გზაში რა ავიფიქრე ნათი რა. აუ ხო იცი მე არ მიყვარს ესეთი რაღაცები, მაგრამ გოგოები სულ უწყობენ ხოლმე ხმარს ესეთი სიურპრიზებს და მეც გადავწყვიტე. ოქრო ხარ ნათი. ყველაფერთვის რომ იცნი და ყველაზე როზრუნა. მოიცა. თავარი სიურპრიზი აი ეს არის. აი? ნათი, ეს ყველაფერი მე? კარგი რა, რა თქინდოდა ამდენი დასაცმელი? შენთვის გეყიდა რამე რა. ჩემთვისაც ხო ვიყიდე. აუ თან ხო იცი რომ ეს უფრო მიხარია. აუ კუცი. ხო არ გეზარება რა მოიზო, მე რა მაინტერესებს. ახლავე ნათი. რასაკი, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი კარგად მექნება. 20 წელიწადია შენი ნაკრით დასაცმელი დავდივარ. ვაიმე ჩემი კუცი. აუ. აუ. ვაიმე კოტიკო. ძალიან დიდია. ვინ გითხრა კაცო, ვინ? შენი ერი აურად თავისუფლად ვარ ახლა. ვაიმე, აბა ის მოიცვი ზემოდან. გავი? აურა მასე. აბა კარგი. ჩემი კუცი. ჰა? ვაიმე, ეს ძალიან დიდია. სად არის უფრო დიდი? ამას ასე ავიკეთე, ნათი. აუ არა და ფერი როგორ გიხდება? ფერი ზუსტად ჩემია, ნათი ფერი. ხუცი შარლოს ნახავი ხო შარლოს? ვაიმე, დასუსტვის დამოვეწყდა ჩემი ფოტოს გაგზავნა მოკლავს. დასუსტ კონტროლი თუ არ გავიარეთ, ნათი. ჩვენ გინ მოგწონებია და იდა. ეს ოპა. ვაიმე! ჩემი საყვარელი გოგო. კოტიკო. დასო კინოს ბილეთები გამოგვიგზავნა. შენ გაგახარებს ღმერთი დასო რა, შენ გაგახარებს. ამდენი ხანია კინოში ავყოფილვარ. ო, 9 საათზე ასეა. როგორი? ვაიმე კოტიკო. ჰა? ჩემი სიკვდილი. რა, შენი გახარება რა იყო? ძალიან დიდია. სად არის ნათი დიდი რა? ამას ასე ავიკეცავ. კამარს მოვირთხავ და აბა მეორეც მეიზომე, მაგრამ არა ისიც დიდი იქნება იგივე ზომა. რაღაცო კარგად მაგ რა, სასიამოვნო ნაჭერია თავი. გინდა წავიღებ და გადავაჭრევინე. რატო კაცო ვივლი ცოტა ხანი ასე რა? მერე ლუკაც ამომეწევა და ის იხმარს რა. არა კოტიკო, ლუკასთვის ძალიან დიდია. კაცო ერთ-ორ წელიწადში ვიზახი თორე ახლა რო დიდია მეც ვიცი. როგორია? ცოლოს დედა. იხდება? ნაჭერი კარგი. ეს ლამაზი გოგო კინოს შემდეგ რომ კაფეში დავყავდე, შეიძლება? ვაიმე, ჩემი კუცი. ჩემო სიცოცხლე. არა, კი გაიგიჟე თავი რა და ერთი სტროფი რო აკაკის ლექსიდან ჩაგვესვა, ხო კაი იქნებოდა რა. არა მგონია მაგ სტროფის გამო მოემატებინათ ქულა. უი. გამარჯობა. გამარჯობა. გეწაძე და ცაგარეიშვილი. თუ ცაგარეიშვილი. ცაგარეიშვილი. გეწაძე. ძალიან სასიამოვნო, ძალიან რა მაინტერესებს იცით? ცოტა უხარხული კითხვაა, მაგრამ ოდესმე თქვენი შვილების გაკვეთილები თუ ჩაგიბარებიათ და მათ მიერ დაწერილი თემები თუ შეგიბოწმებიათ, თუ წაგეკითხავთ. რა საბაბს ქალბატონო, ჩემი შვილის თემებს და გაკვეთილებს ყოველდღე ვიპარებ. მეც დიახ ვცდილობ, რომ რაღაცნაირად სულ საქმის კურსში ვიყავ. რას ვძალებთ? არ ეტყობა თქვენ შვილებს მშობლების ყურადღება, არა. ახლა სხვა საგანში არ ვიცი, მაგრამ ჩემთან საგანგაშო მდგომარეობაა, შვილო, საგანგაშო. რას ამბობთ? ჩემ შვილს თქვენამდე არანაირი პრობლემა არ ქონია ქართულში. სულათიანები ყავდა. და რას ვძანებთ? ცაგარეიშვილი, ხო? დიახ. იცით რა, მე არ ვიცი რაში და როგორ ყავდა ეს ათები. მაგრამ თქვენ იცით, რომ თქვენი შვილი ვერ მეტყველებს, ვერა. იცით რაღაც უცნაურად ლაპარაკობს. აი იცით ვის მაგონებს? რადიო წამყვანს, დიქტორს.
იცით თუ არა თქვენ 40 წელია სკოლაში ვარ და ესეთი არაფერი მინახავს ხალხმა. კი მაგრამ თქვენ ერთხელ მაინც წაიკითხეთ მათი დაწერილი თემები. დიახ, რა თქმა უნდა. მე ვერ შეატყვეთ რომ მათი დაწერილი არ არის, კი მაგრამ ალბათ მიადგნენ პირდაპირ და ინტერნეტიდან გადმოიწერეს. აი იქ არის ხომ ესეთი უშინაარსო და რაღაცა უცნაური ტექსტები. არა მგონია. მე ადგენენ და სიგნით ჩაყარეს ეს უცნაური სიტყვები. ატეხეს იქ სიტყვების ბრახაბრუხი, ყოვლად უაზრო სიტყვების და გამოვიდა საშინელება. მე ვკითხე მათ თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები და ვერც ერთმა ვერ მიპასუხა ამ სიტყვების ნიშნულობა არ იციან ბავშვებმა. გესმით? მოკლედ ძალიან გთხოვთ. მომეხმარეთ, თორემ არამც თუ მაღალ შეფასებას, დადებით შეფასებასაც ვერ დავწერ. ვერ მიიღებენ. კარგით. მოკლედ თქვენი იმედი მაქვს. თქვენ უნდა დამეხმაროთ, მარტო მე ვერაფერს ვერ შევძლებ. ძალიან გთხოვთ, არ უნდა ეს უშინაარსო სიტყვების რახარუხი. წერონ მარტივად და გასაგებად. ადრე კაცო, კომკავშირელები წერდნენ ასე. ასე რაღაც უცნაურად, არა? დიახ, მართალია. კარგით ახლა. მოკლედ თქვენი იმედი მაქვს, მე წავედი და აბა თქვენ იცით. აბა თქვენ ისნებართვით. არ დამეკარგოთ. ნახვამდის. ესე იგი აცადეთ ბავშვებს თვითონ დაწერონ თემა, ხო? ღმერთო ერთი მაპატიე რა. აწი ნათი სანამ ჩემით არ წავიკითხავ ანოტაციას ფეხის შემდგმელი აღარ ვარ კინოში. არა კოტიკო, მე მაპატიე. მე მაპატიე და ამცოდოს მე მოვინანიე. გინდა აქედან ეკლესიაში შევიდეთ? ეგ ვიფიქრე უკვე. მაგრამ გვიანია. აი მე ღმერთო ეს რა ვნახე და ეს რა გავიგონა ღმერთო. გაგონებით ნათი ეს ის დამტა ლაშამფულშის მეტი ვერაფერი ვერ გავიგე. არა რა უნდა გადაგიხადონ ამისთან რომ სამ კაცს ერთდროულად აკოცე არ მისმის რა. აკოცე თუ უყურმართი ხარ აკეთე მე. ხო იცი რომ ამდენმა ხალხმა უნდა. არა სახლში რაც გინდა ისაკეთე ხო? მე ღმერთო როგორ მცხვენია ღმერთო. სიმართლე გითხრა თვალს მეც ვერ გისურვებ. მოვკლავ ტასოს. ტასო რაში ვაშია ტასო. გაიცოდა ტასო. ბოლოს და ბოლოს ბიჭი ესდება რა დავიჯერო ასეთ ფილმებს უყურებს. არა ხო მაგას სიკეთის გაკეთება უნდა და აი მე კოტიკო უნდა შეუბრუნდე. სად ნათი დაგჭა რა მე მწოდის ბუდეში? მათ ემთხოვა პოპკორნი წამომიღეთო და მოდი შემთან. არ გინდა იმ მწოდის ბუდიდან პოპკორნის ამოღება რა. ღმერთი ზემოდან იყურება. არის თქვის საიდან მიგაქვს საჭმელი ბავშვისთვის? აი მე კოტიკო ეგ მე როგორ ვერ მოვიფიქრე. დავიჯერო ესეთი ურწმუნოა. ანგელოზი ხარ, ანგელოზი. უბრალოდ ბავშვი გინდოდა გაგეხარებინა, ხო ვიცი? სახლში წავიდეთ ხო? წავიდეთ ნათი, წავიდეთ. ძალიან მინდოდა შენი დაპატიჟება რა სადმე, მაგრამ აი გამომაცალა ენერგია რა ამ ფილმს რა. მეც. ეხლა ერთი სული მაქვს, ეს სახლში მივიდეთ და ვიგვეცოთ. საღამოშვიდობის. ესე იგი, ტასოს ტანზე ტკიპების აღმოჩენით დაწყებული დღე იდეალურად დამთავრდა. რაც შეეხება ტასოს, გადაწყვიტა რომ გააგრძელოს გიორგისთან ურთიერთობა, უბრალოდ მთლიანად ამოძირკოს მასში ბუნების სიყვარული. ეხლა რაც შეეხება იდეალურ დასასრულს. ესე იგი, ჩემი შვილის ცუდი ნიშანი ცხოვრებაში ესე ძალიან არასოდეს არ გამხარებია. არა, ცუდი დედა კი არ ვარ, უბრალოდ აი იდეალურს რომ მოხდა, აი ეგ გამეხარდა. ფილოლოგიც რო ყოფილა. იდეალური ფილოლოგი ხوار დავარქვა. ან ფილოლოგი იდეალური. აი, არ მინდა ხა ესე ძალიანაც რო გამიტკბე შურისძიება. კიდე რა მოხდა? პრინციპში ისეთი არაფერი არ მოხდა სამსახურში. ან არ ვიცი შეიძლება მოხდა, მაგრამ მე ნახევარი დღე სკოლაში გავატარე როგორც ქართული ლიტერატურის შემარცხვენელის დედა. მაგა არ წვები? მოვდივარ. დროზე, რამდენი ხნის წინ ბრძანა მანანამ დაიძინეთო? ეს კი ერთი წამი არ შეუძლია მანანას ხსენების გარეშე. დე, წყალი მინდა? მე მინდა გაძინებს. ზალით ყვირი ხართ ამ ღამის 12 საათზე რომ გააღვიძოთ ეს მოხუცი ქალი? აი, ხა მართლა წავედი.